სხვათა შორის მე და შენ რაზეც საუბრობთ, ძალიან ხშირად ამ კითხვებს შენი გამომწერებიც და პაციენტებიც გვეკითხებიან ხოლმე და მოდი ჩავიწეროთ მათთვის დღეს ესეთი გულახდილი ვიდეო და შევეცადოთ მათთვის საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. კერძოდ კი, აი როგორ მოხვედი აქამდე, როგორ დაიწყე ხალხის დახმარება, მათი მკურნალობა, საიდან მოვიდა ეს უნარი, რთული იყო თუ არა აქამდე მოსასვლელი გზა და დღეს ის გზა, რომელსაც გადიხარ ყოველ დღე. მაქსიმალურად ვეცდები ვიყო გულწრფელი. რაც შეეხება ჩემს გავლილ ცხოვრებას, გეტყვით, რომ და ძალიან ბევრმაც იცის და მცნობს, რომ მუშაობდი ძალოვან სტრუქტურებში, წლების მანძილზე 2003 წლამდის, რის შემდგომაც მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრების ფორმა, ანუ ესე ვთქვათ, ფორმირება მოხდა ჩემი ცხოვრების. თუ ის გაინტერესებთ, რომ როგორ გამოვიარე ეს წლები, ყველამ კარგად იცით, რომ რა პერიოდი იყო, რა დრო იყო, ომი, გაჭირება, რა ვიცი, პრობლემები, არა მარტო ჩვენ ზოგადად ქვეყანაში რა პერიოდიც იყო და რა პერიოდიც გამოვიარეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გულწრფელად გეტყვით, რომ როგორც ბევრი კარგი მაქვს გაკეთებული, ასევე ალბათ ბევრი ცუდიც და რაზეც დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც უყურებ ჩემს გავლილ ცხოვრებას, ხშირად მაწუხებს ბევრი ისეთი რაღაცები, რაც დღევანდელი გადმოსახედით ძალიან მიუღებელია და ძალიან არასასიამოვნო მოსაგონია. და ამ წლებში უკვე გქონდა რაიმე შეხება ზეციურ ძალასთან გაზა თუ აი როგორ მოხდა შენი ბავშვობიდან ამ უნარის გამოვლენა თუ 2003 წლის შემდეგ მოხდა უცებ ამ უნარის გამოვლენა? არა, იცი რა არის, ბავშვობის წლები რამდენადაც მახსოვს, ასაკობრივად პატარა, როდესაც ვიყავი, ზუსტად ეხლა ამას ვერ გავმარტავ იმდენად, რამდენადაც გქონდა რაღაცა ცვლილებები, რაღაცა სხვანაირად, რაღაც თემებს სხვანაირად ვაზროვნებდი, სხვანაირად ვფიქრობდი, ძალიან ხშირად კი ვიძაღდი ხოლმე სახში დედასთან რაღაცებს, მაგრამ ეხლა ის პერიოდი იყო, რომ პერიოდშიც დიდად არც მაგისი განათლება არ ჰქონდათ ადამიანებს და ვერც ვერანაირ პასუხს ვერ გცემდნენ, გარდა იმისა, რომ რაღაცა ცვალებადობა ხდება, ან კიდე დავჟასიზმის სახით და რაღაცა. მაგრამ როდესაც უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი და უკვე როდესაც ესე ვთქვათ ზრდასრული ვიყავი, რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან ბევრი რაღაცები დაიწყო ჩემს შინაგანში, ჩემს აზროვნებაში, ჩემ ხედვები, სხვანაირად აქმა, თუნდაც სამყაროსი და ძალიან ბევრი ინფორმაციის სახით შემოდიოდა, რა დროსაც მე მაშინაც ვეწინააღმდეგობოდი, იმიტომ რომ მე თვითონაც მართლა მეც არ ვიცოდი დაუშვათ რასან იყო საქმე და არც არანაირი რო იტყვიან ამ კუთხით ამ მიმართულებით არანაირი განათლება არ მქონია, ხო, სამაგისტროთ, რომ მე რაღაცა კონკრეტიკაზე წასულიყავი და რაღაც დასკვნები გამეკეთებინა და არც ქვეყანაში არ იყო თუნდაც დაუშვათ ისეთი დაუშვათ ორგანიზაცია თუ ან ვიღაცა პიროვნება, ვისთანაც შეიძლება რომ ამაზე გესაუბრა და კიდევ ყველამ კარგად იცის, რომ
ეს კომუნისტური წყობის პერიოდში ეს ისე თემები იყო, რომელიც თემებიც საერთოდ დახურული იყო. თუმცა მუშაობის პროცესშიც, როდესაც მე სტრუქტურაში ვიყავი, ანუ ძალოვან სტრუქტურებში, ძალიან ხშირად მადგებოდა ძალიან ბევრი რაღაცეები კონკრეტულად ის ინფორმაცია, შემოსული ინფორმაციები, რასაც მე ზეციდან შემოსული, რა თქმა უნდა, რასაც ვიყენებდი, ეს ვერ ვიტყვი ამას, რომ სისტემატიური ხასიათი ჰქონდა და ამაზე ვიყავი დაყრდნობილი, მაგრამ ჰქონდა, ამასაც რა თქმა უნდა ვერც სამსახურში, როდესაც ვიყავი, ამ თემას ვერც იქ ვერ გამოვავლენდი და ვერ დაიწყებდი ამ თემაზე საუბარს, ეს რამდენადაც მაშინდელი გადმოსახედიდან რომ ვიყურები და დღეს რასაც უყურებ, უკვე ხვდები, რომ ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ამას აბრკოლებ და ამ დაბრკოლებას მოაქვს ძალიან ბევრი ცუდი შედეგები პირადად ადამიანისათვის, თუნდაც ჩემთვის. მე მინდა გავიხსენო ბავშვობაში ჯერ კიდე როდესაც რაიმე გითქვამს, წლების შემდეგ ეს ყველაფერი პირადად მე ამისრულდა. ანუ წლების წინ ის 20-25-30 წლის წინანდელი ამბები, ეხლა რომ ვიხსენებ, დეტალურად ამიხდა ყველაფერი აბსოლუტურად. არ ვიტყვი იმას 15 წლის განმავლობაში ეს უკვე ისეთი ყოველდღიური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში, რომ რაც არ უნდა აბსტრაქტული ზოგჯერ ვაღიარებ მე მომეჩვენა, ხო? შენი რჩევა და არიგება თუ შენი ხილვა გადის პერიოდი და აბსოლუტურად ყველა შენი წინასწარმეტყველება სრულდება, თუნდაც იგივე პანდემია გავიხსენოთ, ხო, რომელიც შენ 6 თვით ადრე ისაუბრე ამ თემაზე და ჩავიწერე, ჩანაწერებიც მაქვს და გაოგნებული ვარ, იმდენად დეტალურად მოხდა ამ მოვლენების გამეორება. კი ბატონო, უყურე რა ხდება აბსტრაქტულად გააჩნია ვის რა ეჩვენება. მთავარი ის არ არის, რომ შენ რა გეჩვენება, მთავარი ის არის, რომ მე რას ვხედავ და მე რას გადმოგცემთ ადამიანებს ზოგადად სამყაროში. დღეს რატო საუბრობ, ხო? ბევრი თემები არის, როდესაც თუნდაც პაციენტებს ვესაუბრები, თუნდაც ოჯახში საუბრობ, თუნდაც ჩემ მეგობრებს გარკვეულწილად ვესაუბრები ხოლმე, რომ რაღაცა თემებია, რომელსაც არ უნდა შეეხნენ და არ უნდა გააკეთონ ისეთი რაღაცა, რასაც მე დავუშვათ, რა თქმა უნდა, მეგობრულად ვიძახი ამას, რომ უკრძალავ იმაზე, რომ ესე არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ამას მოყვება ესა და ეს შედეგი. აბსტრაქტულად ბევრს ეჩვენება, კი ბატონო, იმიტომ რომ ეს ზეციურ სამყაროსთან, ზეციური სამყაროდან წამოსული ყველა ინფორმაცია დღეს პორტალები გახსნილია და იმდენი ინფორმაცია შემოდის, აქ მარტო ზაზაზე ხომ არ არის საუბარი, ხო? აქ არიან ადამიანები, ვისაც ეს როგორ დავარქვათ ეს ნიჭს ვერ ვიტყვი, რამდენადაც ეხლა ეს შენზე არ არის დამოკიდებული, შენ რაღაცა ნიჭიერი ხარ და შენი ნიჭიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არა, ნიჭი შეიძლება გაგახსნას რაღაცა სწავლული იყო რაღაცაში, მაგრამ როდესაც ინფორმაციული ველია გახსნილი და როდესაც ამას ღებულობ, ზუსტად ზეციური სამყაროდან, აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვინ ღებულობს ამას. ეს შენ ხომ არ ირჩევ შენ თავს, რომ შენ ეს ყველაფერი მიიღო და შენ იყო დაუშვათ ამ რაღაცის გამტარი და მომქმედი, ხო? ამას შენ გირჩევენ. რატო გირჩევენ და რისთვის გირჩევენ და რა არის ამისი მიზეზი? ამისი პასუხი მე არ შემიძლია გავცე ვინმეს, ეხლა მე რატო ამირჩიეს ან დაუშვათ ვიღაცა სხვა არის ჩემსავით ვიღაცა ეს კურნალი, მარტო კურნალობაზე ხო არ არის აქ ლაპარაკი არა, შეიძლება ადამიანი არ იყოს კურნალი, მაგრამ სხვა ინფორმაციები შემოსდიოდეს და სხვა რაღაცას ემსახურებოდეს, რა თქმა უნდა, მატერიალურ სამყაროში სწორად არის ეს ყველაფერი გასაგები. ეს იქნება პაციენტისთვის, პაციენტსაც სწორად უნდა აუხსნა და სწორად უნდა განუმარტო, მაგრამ არიან ადამიანები, როდესაც ვერ წვდებიან იმდენად ჯერ ერთი, მოდი აქედან დავიწყოთ, რომ რთულად გასაგებია, მეტიწილი ადამიანი უფრო ნდობის ფაქტორია და გენდობა და ნდობით არის შენს გვერდით,
შენთან მოდის ნდობით, ვიდრე დაუშვათ გახსნილი აქვს რაღაცა და აღქმული აქვს ის რა ხდება რეალობაში, ხო? თუმცა აქვე ბოდიშის მოხდით ჩაგეჭრები, ვიცით რომ კვლევაც ჩატარებულა, ხო, ასე ვთქვათ, შენი უნარების და ძალიან კარგად ხსნიან ფიზიკოსები და ქიმიკოსები სხვათა შორის ამ მოვლენას. ჩემთვის ნაკლებად ასე ვთქვათ გასაგები შეიძლება იყოს, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ძალიან კარგად ხსნის ამ ყველაფერს და აქვე შეგეკითხები, აი ისევ და ისევ კითხვები აწყვეტ. სანამ გადავალ სხვა კითხვაზე და შემეკითხები, ერთი მინდა რომ გამოვთქვა რა, გამოვხატო რომ უყურეთ რა ხდება ადამიანი, როდესაც როგორ ხარ იცით მოწყობილი რომ ღმერთის გწამს ესე იგი გწამს ზეციური სამყაროს. როგორ შეიძლება რომ ღმერთის გწამდეს და არ გწამდეს ზეციური სამყაროსი? როგორ შეიძლება რომ გწამდეს იმის რომ ღმერთმა ჯვარი წერია ყველა 100 წლის მერე, გწამდეს ის რომ გარდაიცვლები და ყველა მივისწრაფით იქეთკენ მაქსიმალურად რომ მოხვდეთ 60-ში და არ გწამდეს ზეციური სამყაროსი. აქედან გამომდინარე ყველაფერი მაინც გინდა თუ არ გინდა მატერიალურში ეს სამყარო თუ სხვა სამყარო ყველაფერი შექმნილი არის უფლის ხელით. უფლისგან მოდის ყველაფერი. თუნდაც ჩემი საქმიანობა მოდი აქედან დავიწყოთ. ეხლა როდესაც აგერწევან შეეხე იმას რომ კვლევებიდან გამომდინარეო შედეგებიო და ეს არის და ის არისო, ხო? ეს შედეგები რომ არის, ეს შედეგები ზაზას ნიჭით კი არ არის ეს შედეგები. ეს ყველაფერი ზუსტად ზეციური სამყაროს დავალებით არის. ეს არა თხოვნით რომ ვინმე რამეს გთხოვს. შენ ხარ ინსტრუმენტი, რომელი ინსტრუმენტსაც იყენებს ზეციური სამყარო. აი ეს უნდა აღვიქვათ. გწამს უფლის, რა თქმა უნდა გვიწამოთ ამ ყველაფრის და სწორად უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებლად მინდა დავამატო რომ ძალიან ბევრი შეიძლება კითხვები წამოვიდეს ხშირად მესმის და საუბრობენ ხოლმე რომ აი ხო შეიძლება რომ შავი ძალებიდან მოდიოდეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა არის შემთხვევები, კი არა, შენ თავარია რას ემსახურები. როგორ შეიძლება რომ შავი ძალებიდან მოდიოდეს და შენ ღმერთის გწამდეს და ადამიანზე იყო ორიენტირებული. ადამიანის ბედნიერებისთვის და ჯანმრთელობაზე იყო ორიენტირებული. მე ამას ვერ დავიჯერებ და თუ ვინმეს წამს რაღაცის, აუცილებლად მიხვდება რომ არ შეიძლება რომ შავი ძალებს ემსახურებოდე და ადამიანზე სიკეთე გინდოდეს, ან ზოგადად შენი ქვეყნის სიკეთე გინდოდეს, ან ღმერთის გწამდეს. არა, არის, ვერ დაგეთანხმები აქ, იმიტომ რომ ნახე, ხდება ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც შენ თვითონ არაერთხელ ხელ გითქვამს, რომ ხშირად შავი იმალება ესე სიკეთის, ასე ვთქვათ, ნიღაბ სიკეთებს, მაგრამ ნახე, ამ დროს აქვე მახსენდება შენი სიტყვები, რომ მაგია შავი და თეთრი არ არსებობს, ის მაგიაა და ის რომ შენ წეღან ახსენე ინსტრუმენტი, ხო? მაინც სწორად ინსტრუმენტი ხარ უფლის ხელში და შენ მიკრძალა, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც ვიტყვი ამას, რომ ძალიან დიდი კავშირი გაქვს წმინდანებთან და მაინტერესებს აი ეს იარაღი გამოიყენე ეს სიტყვა, ხომ? აი რა იარაღს ხმარობ იმისათვის, რომ თუნდაც ვიცი, რომ შენი პროცედურების მერე არაერთი პაციენტია, ხო? იმას იძახის, რომ აი ის ნეგატივიც მოეხსნა, ის ჯადოც მოეხსნა, რასაც იძახიან მაგიური ზეგავლენა და აი რა იარაღზეა საუბარი. ხა მე კი ვიცი, მაგრამ მინდა რომ იმ დაინტერესებულ პირებს და დაინტერესებულ თუნდაც ის შენ პაციენტებს, რომელთანაც ბოლომდე არ ხარ გახსნილი და დღეს არის ასე ვთქვათ, აი ეს დღე და ეს ვიდეო, ამიტომ მოდი პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ შენ წეგან შეეხე იმას, რომ შენ თვითონაც გითქვიაო, რომ შეიძლება რაღაცა შემოგეპაროსო. რაღაცა ყოველთვის შეიძლება ყველას ვიღაცას რაღაცა შემოგვეპაროს. აქ მთავარი რა არის? დაკვირვების ცენტრში უნდა იყოს. შენი თავი, შენ თავთანვე უნდა იყოს დაკვირვებით, რომ რას ემსახურები. აქ მარტო ჩემ საქმიანობაზე არ არის, ნებისმიერი, თუნდაც სამსახურებრივი თქვენი ყველასი ადამიანების, რას ემსახურები, როგორ ემსახურები,
როგორ ახარ ადამიანზე მიმართული, როგორ ახარ არა მარტო ადამიანზე, როგორ ახარ ცხოველზე მიმართული, როგორ ახარ ბუნებაზე მიმართული, როგორ ახარ ეკლესიაზე მიმართული, როგორ ახარ სიწმინდეებთან მიმართული და პირველ რიგში როგორ ახარ უფალთან მიმართული. რას ემსახურები? შენ თვითონ როგორ ცხოვრობ? შენ რას აკეთებ? აი ძალიან ხშირად პაციენტისგან მესმის ეს, რომ იცი რა, მე არაფერი არ დამიშავებია და რატო უნდა მქონდეს დაუშვათ რაღაცა დაავადება, ან ფსიქოლოგიურად რატო უნდა ვიყო პრობლემის ქვეშ. ეს შენ სიტყვიერად გამოხატავ, რომ არაფერი დაგიშავებია. იმდენი დაგვიშავებია, ყველაფერი ერთად ავიღო და დავთვალოთ, ხო? კიდევ დიდება ღმერთს და უფალს, რომ კიდევ ბევრ რაღაცას გვპატიობს და კიდევ გვინდობს იმისათვის, რასაც როგორც ჩვენ ცხოვრობ და კიდევ გვინდობს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაზე ვარსებობ და დავდივარ და მიწა ფეხიდან არ გვეძლება. და ეს არ შეიძლება ამის თქმა, რომ ადამიანებს რაღაცა ამბიციები უჩნდებათ, რომ იცი რა, მე არ დამიშავებია არაფერი ესეთი და მე რატომ მეკუთვნოდა ეს. ყველაფერი გვეკუთვნის იმდენად, რამდენადაც გვაძლევენ. ხო? ისა ჩვენ დღეს რომ ჯანმრთელად ვართ, ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, მთავარია ისევ და ისევ ცხოვრების სწორი ფორმა უნდა ავირჩიოთ. სწორად უნდა ვიცხოვროთ. როგორ შეიძლება რომ სიბოროტო გედოს გულში, როგორ შეიძლება ადამიანი არ გიყვარდეს, როგორ შეიძლება ადამიანის მიმართ იყო ცუდად განწყობილი, როგორ შეიძლება შური, ბოღმა, ღვარძლი გამოძრავებდეს და მეორე წუთში მესაუბრები იმაზე, რომ როგორ გწამს შენ უფლის, როგორ გწამს შენ სიწმინდის, როგორ დადიხარ ეკლესიაში, რომ აღსარებას აბარებ, ზიარებას ღებულობ, შენ თვითონ ადამიანს მე ვიყო სხვა მნიშვნელობა არ აქვს. იმ წუთში აქ ცხვენია, როდესაც ზიარებაზე მიდიხარ. იმ წუთში შენ ფიქრობ, სანამ იქამდე მიდიხარ, რომ შენ რა ჩაიდინე, შეიძლება ერთი სიტყვით და საქციელით ადამიანი მიიყვანო თვითმკვლელობამდე. ღმერთმა ყველა დაიფაროს, ხო? რა თქმა უნდა, ეშმაკი ყოველთვის ბობოქრობს, მაგრამ ჩვენი ვალია ყველასი აბსოლუტურად ეს მე ვიქნები თუ სხვა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სწორად წავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება. აი, როდესაც შევეხეთ წეღან და მე კითხვა დამისვი, რომ რა ცხოვრებით გამოვიარე, მე გულწრფელად ვაღიარე, ხო? ჩემი, ეხლა მე ხომ ვერ დავიწყებ, რომ თითოეული რაღაცას ვერ გამახსენდება, რომ აქვს და იცი რა, რომ აქან ეს ჩავიდინე, აქ ეს ცუდი გავაკეთე, ან იქ ცუდი გავაკეთე, ხო? ამ ყველაფერს ხომ ვერ ვისაუბრებ ამ თემაზე, მაგრამ მე ერთ კონტექსტში ვაქცევ იმას, რომ რა თქმა უნდა, ცუდიც გამიკეთებია, კარგიც გამიკეთებია და დღეს ჩემში მოხდა საერთოდ გარდაქმნა. აი ადამიანი რო აიღო და გარდაქმნა მოხდეს იმ ადამიანს, აი შეცვალო ყველაფერი, ფორმირება მოხდა ჩემი, რომ დღეს მე ის ძალიან მაწუხებს, რაც კი მახსენდება ჩემი ხელით, ანუ თუ ჩემია გონები, თუ ჩემი, რა ვიცი, როგორ ვთქვა, თუ კი რამე მიმიძღვის, მე სულ მაწუხებს ეს და სულდერო ელემენტარულად იმასაც ვიტყვი, რომ და ძალიან ხშირად ჩემ მეგობრებში მithქვია კიდევაც. საომრად რო ვიყავი და როდესაც ბრძოლაში ვიყავი, ისაც კი მაწუხებს, იქ რომ ტყვია გამისვრია. ესაც მაწუხებს და დღემდის ვერ მოუნელებელი ჭირია ეს ყველაფერი და ამას სწორად უნდა აღქმა და სწორად უნდა გაგება. ბოდიში და საკუთარ თავს როდესაც ავნებს ადამიანი, ესაც ხომ არასწორია, ანუ დანაშაულის ხვის წინაშეც და საკუთარი თავის წინაშეც დანაშაული. ყველაზე დიდი მოსამართლე ადამიანში, ხო? შენ ხარ შენი თავის მოსამართლე. განაჩენი შენი თავისთვის შენ თვითონ გამოგაქვს. როდესაც არასწორად ცხოვრობ. შენ ხარ პირველი დამაზიანებელი შენი თავისათვის. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაში მოისმენენ და ბევრს შეიძლება რაღაცა, იცი როგორ შეხედოს ამ ყველაფერს, რომ აი რა შუაშია ღმერთი და მე რას ვაშავებ, ისეც რომ და შეიძლება ვერც გაიაზროს რას აშავებს. აქ მარტო ის არ არის, კი ბატონო, იქ ეკლესიაში რომ დავდივარ და მივდივარ და ის მოძღვარი რომ გვესაუბრება, რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ხო? ეს ხო ძალიან კარგია, ხო მოგწონს. იმ წუთში ხო მოგწონს,
იმ წუთში ხომ ვიაზრებთ რაღაცეებს და მაგრამ ყველაზე მთავარი ის კი არ არის იმა რა გითხრა და შენ იმ წუთში რა გაიაზრე ყველაზე მთავარი იქ არის შენ შინაგანში ჩაიხედო ადამიანმა და შენი ქვეცნობიერიდან უნდა წამოვიდეს სიკეთე შენი გონიდან უნდა წამოვიდეს სიკეთე შენმა ტვინმა უნდა დაიწყოს სწორი კანდა ტვინი არ მაძლოს ამ იმპულსს აი როდესაც რაც აი ახლა ვაკვირდები ეს უკვე დაავადებაა აი ეს უკვე დაავადებაა აი რატო ვახსენებ ვიზახით ხოლმე ფსიქოსომატიკას ხო ეს უკვე იწყება სულიერი დაავადებაა სულიერ დაავადებას მოძებს ფიზიკური დაავადება ანუ სხეული ხო